რუსთაველის ეროვნულ თეატრში 12 ივნისს ფესტივალი თაობიდან თაობამდე გაიმართება. პროექტი აერთიანებს ადამიანებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, რომელთა ისტორიებიც აქამდე თითქმის უცნობი იყო. რატომ არის ეს თემა დღეს ასე მნიშვნელოვანი? ამ ყველაფრის შესახებ უფრო მეტ სტუმრებისგან შევიტყობთ. შემოგვიერთდნენ პროექტის თაობიდან თაობამდე დამფუძნებელი ქალბატონი ნატო დავითულიანი და ფესტივალის მონაწილე ლუკა სამხარაძე. დილამშვიდობის გვადლობთ მობრძანებისთვის. ქალბატონ ნატო, თავდაპირველად, რა თქმა უნდა, კითხვა ასე და ისმის, როგორ გაჩნდა იდეა ამ ფესტივალის ჩამოყალიბების და თავად სათაურიც ძალიან საინტერესოა, რატომ აირჩიეთ ეს სახელწოდება. მივესალმებ სრულიად საქართველოს. ბევრი საკითხები იყო ისეთი დაგროვდა, რომელმაც მომცა ამისი აუცილებლობა რომ გამეკეთებია, იმიტომ რომ მე მახსოვს პირადად 60-70-იან წლებშიც კი რა სრულდებოდა საუკეთესო სიმღერები, პოეზია იყო ძალიან განვითარებული, მაშინ ბატონი ვახუშტი კოტეტიშვილი ორგანიზებებს ატარებდა და სულ მაწუხებდა ეს თახშიც მოხუცებთანაც კავშირი მქონია იმ მხრივ რომ აი რომ ყვებიან ძველ რაღაცებს და ფოლკლორს ძალიან პატივს ვცემ და ამიტომ ეს იდეა მომივიდა და ვეცადე რომ რაც შემიძლია უკვე ამ წლებში დადებითი მივცე ახალგაზრდობას და რაღაცა მივიტანო. ხალხო, თქვენ გაიხსენეთ რომ მახსოვს ხდებოდი ბატონი ვახუშტი ახსენეთ. რას ფიქრობთ, აი რას ვკარგავთ დღეს ან რა საფრთხეა იმის წინაშე რომ შეიძლება რაღაც დავკარგოთ და რამაც განაპირობა რომ თქვენს ან თქვენი კუთხით კიდევ ერთხელ ჩართულიყავი და შეგექმნათ ეს ფესტივალი ეს დღეს ჩვენ საუბრობთ. იცით რა, თითქოს ყველაფერი გვაქვს, მაგრამ ეგრე არ არის. ხო, იცით რატომ მეც ზუსტად ვფიქრობდი ამაზე, თითქოს მეც მგონია რომ დღეს არის, მაგრამ ალბათ საფრთხე იმისა რომ იკარგება მეტად არის. შეხედეთ ახლა რაშია საქმე. საუკუნეების მანძილზე ხო ერთი სიმღერა გამოაქეხა სხვათა შორის მესტის რაიონ რომელიც არის ზუსტად ვხვდებით რომ დაახლოებით 25 საუკუნის წინანდელია, მაგრამ იმის იქით რომ დინდელია არ ვიცით. თემა თვითონ გვეუბნება რომ მაშინ ქრისტიანობა არ იყო. ანუ სარწმუნოებას ასაც მისდევდნენ იმ პერიოდში ისტორიამ რაც იცით. იმდროინდელი სიმღერაა, მაგრამ ეს სიმღერა იმდენად საინტერესოა. წარმოიდგინე ახლა მელოდია შეიძლება ისეთი არ იყოს რაღაცა ჯაზი და საინტერესო დღეს ახალგაზრდებს მოწონთ, მაგრამ იქ შინაარსია. როგორ ცხოვრობდნენ იმ თაში. გადმოსცემს ამას. გადმოსცემს ყველაფერს ისტორია, მარტო სიმღერა და მარტო ლექსი არ არის. ლექსი რა თქმა უნდა იმას ამბობს რაც თქმელია, მაგრამ სიმღერაში ახლა წარმოიდგინეთ, როგორი კულტურა აქვს. ის თავისი ცეკვითა და სიმღერით მოსულია ჩვენ და ამდენი საუკუნის წინ თუ ქართველები მღეროდნენ 3 ხმაში, 4 ხმაში, თუნდაც 2 ხმაში და დონეზე დღეს მოსულია ოჯახებს მოაქთევს. ოჯახებს და იცით მაგათ სიმღერების დროს ხელჩაკიდებულები ღერიან. ანუ ერთად ის არის ან ოჯახი, ან სოფელი, ფერხული. აი ან რაღაც ერთი სარწმუნოების ხალხი ალბათ. იმიტომ რომ ხელს არ უშვებენ. დააკვირდით აბა სვანურ სიმღერებს, სულ ხელჩაკიდებულები არიან. ასევე სხვა რეგიონებშიდაც და იცით რა არის, ეს სიმღერა შეიძლება დავუშვათ 12-ში იმღერონ, მაგრამ მე მაინც წაიშალოს, ვინმე არ გააგრძელოს, მაგრამ ვაპირებ და რომ ჩავწერო ესენი და თვითონ სალოტბარო სკოლებს უნდა ვაჩუქო აუცილებლად, იმიტომ რომ არ უნდა დავკარგოთ ეს. იმდენი განძია ჩვენს ქვეყანაში კულტურის მხრივ, იმდენი მიუხედავად იმისა, რომ დღეს ძალიან ჩანს კულტურული ცხოვრება, ძალიან მაღალ დონეზეა, ძალიან ხშირია ეს კონცერტები ყველაფერი, მაგრამ ეს საკითხი კიდე სულ სხვა რამეა. ფოლკლორის ცენტრი ბევრს შრომობს ბოლო წელიწადში. ძალიან, აი მე შემიძლია საალტბარო სკოლები ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა. პირველ რიგში ის არის რომ მარწყდება ნაკადი და ძალიან ბევრი ბავშვი და ახალგაზრდა ერთიანდება ამ საალტბარო სკოლების მეშვეობით. პირველ რიგში მაგმინდა რომ მოგახსენოთ ჩვენ უწმინდეს შოთა უნიტარესმა ილია მეორემ მისი ლოცვა-კურთხევით 50-მდე საალტბარო სკოლა დღეს საქართველოში და სხვათა შორის კიდევ გამრავლდება. მე ისეთი კმაყოფილი ვარ, მონუსხული ვარ ამით, იმიტომ რომ ვიყავი შუახევის საალტბარო სკოლაში. შუახევის საალტბარო სკოლაში ვიყავი და წელიწად ნახევარია ქალბატონი ეთერი დარჩიძე რომ ამეცადინებს ამ ბავშვებს და გეფიცებთ ყველაფერს ეხლაც მაჟრიელებს ისე სუფთად, ისე კარგად, ისე გემრიელად მღერიან რომ პროფესიონალები არიან რა უკვე ესენი და იქ აი ამ თაში წარმოიდგინეთ იქედან სხვა სოფლიდან ჩამოდიან.
და იყრიან თავსი კვირაში ერთხელ თუ ორჯერ ზუსტად არ ვიცი ბათუმიდან დადის ქალბატონეთთან, იმიტომ რომ იქ ადგილზე არ არის სპეციალისტები. ბავშვებმა უკვე თქვენს რომ ჩვენ პროფესიად ვირჩევთ იმას რომ ეს საქმე გავაგრძელოთ და ძალიან კმაყოფილი ვარ არ ვიცი მოკლედ და ასევე სხვაგანაც ახლა მე პირველ რიგში მაღალმთიანებს ვცდილობ ხოლმე რომ ყოველ ღონისძიებაზე აუცილებლად საალუტბარო სკოლებს გამოვიყვან, იმიტომ რომ ამათვის გამოსვლა დიდ სცენაზე საზოგადოებაში ძალიან დიდი სტიმულია. Იმიტომ რომ თოვლში, წვიმაში, როგორ პერიოდში დადიან, ემზადებიან და სწავლობენ, ეს ნიჭი ხო უნდა გამოამჟღავნონ. მიუხედავად იმისა, რომ ფოლკლორის ცენტრი ძალიან კარგად მუშაობს, იდეალურად, თორე ასეთ მდგომარეობა დადებითი არ დაგხვდებოდა. ნუ მოკლედ გეგმაში მაქვს ასევე ჩვენი უწმინდესი უნეტარესის არის მიძღვნილი სიმღერა ქალბატონმა მანანა იმედაძემ შექმნა ბატონ თემური ყითელაშვილი ასრულებს არაჩვეულებრივ სიმღერა გამოვიდა და გვინდა მოკლედ გავიხსენოთ ჩვენი კი ბატონო ალბათ ამ ფარგლებში იქნებოდა კონკრეტული ადამიანების მიუწყებული ისტორიების ხმების სიმღერების საკრავების აღმოჩენა თქვენ სვანორზე აღნიშნეთ და ამ კუთხიდან საკმაოდ მნიშვნელოვანია რამდენიმე თუ გვეტყვი და ერთ-ერთ აღმოჩენას მე თავად ვკითხავთ შემდეგ გადავალ მასთან საკრავებზე და ძალიან ზრუნავთ ვიყავ ცოთაშორის ქუთაისში მუზეუმში ჯგუფი მარჯანიშვილები ყავდა და ძალიან კარგები არიან პოეზიაში დიახ და სულ ვეძებთ ისეთ საკრავებს არის ახლა სარაჩი როგორ არა ჩანგია ჭონერია ყველაფერი არის მაგრამ კიდევ ჩანს ისეთი მუზეუმებში საკრავები რომელიც შეიძლება გავაცოცხლოთ და ვნახოთ ლუკა რა თქმა უნდა მოგმართოთ როგორ ჩაერთეთ ამ პროექტში და რა არის თქვენთვის ამ რა მნიშვნელობის არის ეს ყველაფერი და რას გაძლევთ და ასევე რა თქმა უნდა გავმოხოთ ყურადღება იმაზე თუ მომავალი თაობისთვის რამდენ მნიშვნელოვანი არის ეს პროექტი ჩემი პროექტში ჩასვლა საკმაოდ საინტერესო ისტორია. ჯერ კიდევ როცა ამერიკაში ვცხოვრობდი, უკვე მგონი 2 წლის წინ, ქალბატონი ნატო შემეხმიანა. იქ რომ მსგავს პროექტს აკეთებდა საქართველოში, სადაც ასეთი მრავალკულტურული და ძალიან საინტერესო რეპერტუარი გაქონდა დიდი აუდიტორიის წინ. სამწუხაროდ პირველ წელს, როდესაც ეს კონცერტი ჩატარდა და ეს პროექტი განხორციელდა, მე საქართველოში არ ვიყავი, თუმცა უკვე მეორე წელია, რაც ჩვენ თანამშრომლობთ და ძალიან საინტერესო გამოცდილება მივიღე ამ პროცესში. ძალიან განვითარდი ისევე როგორც ვოკალურად, ასევე სხვადასხვა პროფესიონალურად, ძალიან კარგი საშუალება მომეცა იმისთვის, რომ მე მუშაობ ძალიან ბევრ პროფესიონალთან და ძალიან კარგი ბევრი მეგობარი შემექმნა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს პროექტი და ანალოგიურად ჩემი აზრით უნდა იყოს ყველა ახალგაზრდისთვის, იმიტომ რომ მართლაც აი შეიძლება ჩვენ თავს კითხვა დავუსვათ, რომ შეიძლება გახდეს თუ არა ტრადიცია ახალი. შეიძლება თუ არა გახდეს ტრადიცია ახალი ან შეიცვალოს. და ჩემი აზრით პასუხი სწორედ ამაზე და თავიდან თავამდე სწორედ ამიტომ ქვია ამ პროექტს, რომ ჩვენ აქ ვაწყდებით ისევე როგორც უძველეს სიმღერებს, როგორც ქალბატონმა ნატომ აღნიშნა 25 საუკუნის ასაკის მქონე სიმღერას და ასევე ვაწყდებით თანამედროვე რეპერტუარს, ასევე ახალგაზრდებისგან და ეს კიდევ უფრო საინტერესო ხდება ჩემთვის ამ პროექტს. თქვა ამერიკა ახსენეთ, ამერიკაში რამდენი ხანი ცხოვრობდი და შენ თვითონ აი ბავშვობიდან მოხდა, ოჯახიდან მოხდა დაკავშირება, სიყვარული ამ საქმის, სადაც ხა ჩვენ საუბრობთ, როდის გაითავისე, იმიტომ რომ ახალგაზრდა ბიჭი ხარ ამერიკაში წახვედი რაღაცა ახეთ სიცენახე, ყველაფერს გახსნილი და მაინც უცებ შენს ფესტებს და იმ შენი ქვეყნის ტრადიციებთან გაქვს ვიდრე კავშირი ახალგაზრდა ადამიანს. რა ძალიან დიდი სიხარულია. მუსიკა და ასეთ კულტურული განათლება ჩემ ოჯახში ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მოდის, მამა ჩემიც მომღერალია. ჭიათურიდან. მამა ჩემიც მომღერალია, მეც პირველივე კლასიდან უკვე ფოლკლორულ სიმღერებზე სიარული დავიწყე და ასე ვთქვათ, ჩემი ცხოვრება ამან ძალიან შეცვალა და ასე ვთქვათ, რაღაც ფორმაში ჩააყენა, რომ მუსიკა ჩემი ცხოვრების ნაწილი მუდმივად იყო. ამერიკაში დავასრულე მე-12 კლასი, მე-1 აკადემიური წელი გავატარე ეგ სრული სტიპენდიით და აი მუსიკაც კვლავ იქ იყო მეორე სახის აღმოჩენა, რადგან მუსიკალური თეატრი აღმოაჩინა იქ, რაც საქართველოში არ ვიცოდი თუ ქონდა თურმე გვაქვს და ძალიან გამიხარდა ეს ფაქტი. იქ მეტად განვითარებული იყო ეს ყველაფერი და ასე ვთქვათ, მეტად ხელმისაწვდომი ჟანრი. აი იქაც ასე ვთქვათ, მაქსიმალურად შევდგი ფეხი ამ იმაზე და ძალიან ბევრ საინტერესო სცენაზე, ძალიან ბევრ საინტერესო როლი ვითამაშე. საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი, ნუ ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ აქაც შემიძლია მსგავს სცენაზე გამოვიდე და ჩემთვის საყვარელი საქმე ვაკეთო, სიმღერა. ალბათ ამაზე საინტერესო და სახალისო, ჩემთვის არაფერი არ არის აქ და მთელი ცხოვრება შემიძლია ვაკეთო, ასე თუ ვთქვათ. მარგალიტი აღმოვიჩენია თქო. აი ვიჭე, ნამდვილად და თქვას ახლა ვისთან ერთად მღერის, ანუ ვინ გაუმზადა მაგას ნაწარმოები?
ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო და ჩემთვის განსაკუთრებით ამაღლებელი ნომერი გვექნება ჩვენს პროექტზე. შემოგთავაზებთ დუეტს სანდრო გიგაჩკორთან ერთად. ანჩელის პოპური. სანდრომაც ამერიკაში აღიმაღლა კვალიფიკაცია. სანდრომაც ასევე და ძალიან აღელვებული ვარ ანჩელთან დაკავშირებით და ლუკასთან ერთად. ამერიკიდან იცნობ სანდროს თუ აქ აი სანდროს ჭიათორიდან არის ფესვები ერთი მასწავლებელი ყავდა პირველ რიგში ფორტეპიანოს შემდეგ ასე კი ბატონო ჩვენი მშვენება აი ბიჭია სანდრო ძალიან სიხარულა კავტონატო როგორც თქვა და აღნიშნა ლუკა მან შესაძლებელია რომ გარკვეულწილად ტრადიციები თანამედროვე გახდა ეს ხო თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ რომ ყველა თაობისთვის მომავალი თაობისთვის მისაღები რომ იყოს ეს ყველაფერი და ამ კონცერტის ამ ღონისძიების მეშვეობით ამ ფესტივალის მეშვეობით რამდენად არის შესაძლებელი ამ ყველაფრის ფორმირება ასე ვთქვათ ისე რომ არ დაიკარგოს ის ტრადიციები და თანამედროვე მისაღები გახდეს მომავალი თაობისთვის. მაგისთვის ზრუნავ მე და იმდენი მასალა თქვენ წარმოიდგინეთ რომ 2-3 კონცერტი უკვე შემიძლია ჩავატარო ისეთი მოთხოვნადი გახდა და ერთს რო იკითხავ მე იქ თურმე ვიღაცა ასევე პოეზია გვაქვს ჩართული ჩვენ ქორეოგრაფია გვაქვს ჩართული და იქ ჩანს ელემენტები ქორეოგრაფიაში რა არ გამოიყენება დღეს და ვიღაცამ კიდე როგორი რა იცის დაუშვათ ილეთი და ასევე პოეზიაში ყავს მოწვეული ბატონი ტარიელ ხარხელაური ერეკლე საღლიანი და ვახუშტი კოტეტიშვილის დროს მის ღონისძიებაზე ლექსი ვინც წაიკითხა ქალბატონი კლარა არის ქვიშხეთიდან არაჩვეულებრივი და ნუ ქუთაისის მარჯანიშვილელები და ასე რომ პოეზიას შეიძლება იცით იმდენად ბევრია მასალა რომ პოეზია გამოვყოთ და ცალკე გავაკეთოთ საინტერესო საღამო პოეზიის. დავდანოთ თუ აღმოჩნდა ისეთი რამე თქვენი დაკვირვების პერიოდში რომ რომელიმე ხმა, რომელიმე ტრადიცია დაკარგვის პირასთან, მივიწყების პირას არის, თუ არის ასეთი? რა თქმა უნდა არის. სამწუხაროდ არის. რა თქმა უნდა არის. ძალიან ბევრი რამ განსაკუთრებით სულ სვანეთს ვახსენებ, მაგრამ სვანეთს ძალიან დიდი და ძველი კულტურა მოსგავს. აი, ვერსა თვითონ ენაც ურთულესია. და ენა აი ჩვენ ბოდიში დამავიწყდა ესეც მე თქვა რომ ჩვენ პროპაგანდას უწევთ ჩვენი სალაპარაკო ლიტერატურული ენის გარდა სვანურს, მეგრულს და ლაზურს. ყოველ ღონისძიებაზე ვეცდებით, ეხლა მაგალითად მეგრულის სიმღერა ჩამივარდა, იმიტომ რომ ვერ მოდიან რაღაც მიზეზის გამო. ლაზურიც გვაქვს ყოველთვის მეგრულიც, სვანურიც სიმღერებიც, მაგრამ აი თქვენ რაც მითხარით რომ იკარგება, ყველა მეუბნება ფოლკლორისტი რეგიონებში რომ ჩვენ გვაქვს ესეთი სიმღერები რომ ჯერ არ გაჟღერებულა ძველი. ანუ შემონახული ოჯახში ან პიროვნებასთან არის გაჩერებული. მაგას დავსდებ ზუსტად აი სანტლი დაიწყო. ყველაზე მეტად ეგ მაინტერესებს და ვეძებ მაგას ზოგი ფშავიდან მირეკავს, ზოგი ნუ ძალიან დიდი მასალა არის. ძალიან დიდი. სრულად ამას ვერ ვაკეთებ. აი ნიჭერ ახალგაზრდებსაც რო ამღერებ და იმასაც არ გამოდის მასე, მაგრამ რო არ გავაკეთო, ვალდებულებად ვთვლი. ჩვენ თვითონ ვფიქრობთ, რომ აი იყო პერიოდი, რომ თვითონ ახალგაზრდები არ ინტერესდებოდნენ. მე ახლა ჩემი დაკვირვებით უყურებ, რომ შეიცვალა ეს მიდგომა და უკვე რაღაც პოპულარულიც გახდა ქართული სიმღერა, ქართული ცეკვა. რას ფიქრობთ თქვენ? თქვენი გამოცდილებით, თქვენი ცოდნით, თქვენი დაკვირვებით, როგორ შეიძლება ახალგაზრდები დავაინტერესოთ, დავაკავშიროთ ფოლკლორთან, ისე რომ მათთვის ეს იყოს არა მხოლოდ რაღაც წარსული და არა მხოლოდ ნათქვამი, რომ ეს არის ჩვენი სიმდიდრე, არამედ მათთვის საინტერესო იყოს. დიახ. აი პირველ რიგში გეტყვით იმით, რომ სალუტყურო სკოლებმა უკვე ძალიან დიდი საქმეა და მე ისეთი კმაყოფილი ბავშვები და ისეთები ვნახე, რომ ანთებულები ხო? აი ეს შიშიც მქონდა, რომ არა ნამდვილად და სცენა გამოჩენა ბავშვებს ძალიან უყვართ. იმიტომ რომ უკვე ფიქრობენ რომ მე ხომ არ გავაგრძელო ეს საქმე და ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. მე მაგალითად ვეძებ ვიღაცას რომ აი თუნდაც ეს ჩემი საქმე ჩავაბარო და გააგრძელოს, იმიტომ რომ ეს უსასრულოდ იქნება. მე ფიქრობდი რომ ჩემ ბავშვობაში ალბათ ეხლა რაღა არის მოსაძებლა. არა, თურმე ყველა თაობამ ის როგორც ცეკვები გადაიტანეს და სიმღერები თაობიდან თაობამდე ისე უნდა გაგრძელდეს, იმიტომ
აი ხა ქალბატონი ლიანა ტატიშვილის სიმღერები არაჩვეულებრივი კომპოზიტორია 60-70-იან წლებში ჯილდა დათურაშვილმა იმღერა რეტრო აქ გაკეთებული არაჩვეულებრივი მის მერე ეს მეც არ მახსოვს ეს სიმღერა მაგრამ ერთ-ერთი სიმღერა გამახსენდა სხვათა შორის არავინ აღარ მღერის 12-ში გამოგვაქვს მაგისი 3 სიმღერა აი ნახავთ ეს სიახლეა იმიტომ რომ აღარ ჩანს ეს სიმღერები ხო და ასრულებს ერთ-ერთ სიმღერას ნათია პერანიძე ჩვენი გოგონა და ასე შემდეგ და ხაშურელი ახალგაზრდები ქალბატონი ლიანა და ესეთი კაი კონცერტი ელოდებათ მოკლედ ხალხს რომ კი ბატონო ყველა ჟანრი არის პოეზია ფოლკლორი პროზა რა ვიცი ესტრადა ყველაფერი მე გარდა ლუკასი მყავს ემიგრანტი ცოლ-ქმარი რომელიც ამერიკაში ცხოვრობდნენ და იქ მღეროდნენ და ფიქრობთ რომ ერთი პოპულარული სიმღერა ამერიკული ამათმა შეასრულო. მაშინ კიდევ ერთხელ მოკლედ ისე საინტერესოდ საუბრობდით უთხრათ მსმენელს მაყურებელს საათ როდის გაიმართება ეს თქვენი შესანიშნავი ღონისძიება ძალიან მცირე ნაწილი იყო რაც ვისაუბრეთ იმდენად შინაარსობრივია ყველაფერი შეიძლება ვერ შევეხოთ. ძალიან მცირეა. იქ სამყურაშვილი იმღერებს მერაბი მამამისი ლოტვარი იყო ბატონი ლევან სამყურაშვილი დაიღუპა და ეს მოწვეული ყავდა ჩვენ 12-ისთვის და სამწუხაროდ აღარ მოხდა ეს ამბავი მაგრამ მერაბი სიურპრიზებს გვიწყობს და კიდევ სხვა სიურპრიზებსაც ვტოვებ არ ვამბობ და უთხრათ სად და როდის გაიმართება მაყურებელმა და მსმენელმა იხილოს კონცერტზე კი ბატონო კონცერტს ხილოს დანარჩენი 12 ივნის რომ არ დამავიწყდეს კიდევ გეტყვით რომ 12 საათზე რუსაველის ეროვნულ თეატრში ფოიეში ხსნით გამოფენას 12-შივე. გამოფენა გაიხსნება იქნება ღამის 10 საათამდე. ვისაც უნდა იქ ბანერიც იქნება, რეკლამებიც არის, დაათვალიეროს გამოფენა გაყიდვა. ხელნაკეთი ნივთებიანი ჭერი ადამიანებს ჩვენ ამას ურთავთ ერთხელ გავაკეთეთ და ალბათ ხშირად გავაკეთებთ. და ძალიან საინტერესო ნამუშევრები იქნება. შეუძლია მაყურებელს მოვიდეს 12-ზე, დაათვალიეროს წავიდეს ან არ შევიდეს კონცერტზე, ან მოვიდეს ადრე დაათვალიეროს შევიდეს. თუნდაც რო გამოვა ის გამოფენა ისევ იქნება. 12 საათზე გამოფენა დაიწყება, მაგრამ 7 საათზე უკვე ღონისძიება დიდ დარბაზში ჩატარდება რუსაველის ეროვნულ თეატრში და იხილავთ დასწრება როგორ არის შესაძლებელი? დასწრება ბილეთები ტიკეტ-ჯიზია მოსაწვევებით თქვენს მოგართმევთ, გენაცვალეთ და ასე შემდეგ და ვფიქრობ, რომ ძალიან კმაყოფილი დარჩება ჩვენი მაყურებელი. დიდი მადლობა გიხდით. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა, დიდი მადლობა. საუბრისთვის და ამ საქმისთვის. დიახ, თუ შეიძლება მადლობას ვიტყვი ჩვენი კულტურის სამინისტროს მინდა უღრმესი მადლობა გადაუხადო მერიას, ძალიან ხელი შეგვიწყეს ასევე ფონდი მესმა, რომელიც წაგვეშველა ახლა, იმიტომ რომ ძალიან დიდი პროექტია, ბევრი სამუშაოა. და ხარდაჭერა ძალიან გჭირდება. მადლობა ყველა მათ ვინც ხარში დაგიდგა და მადლობა თქვენ გისურვებთ წარმატებას. პროექტის თავიდან თაობამდე დამფუძნებელი ნატომ დავითულიანი და ფესტივალის მონაწილე ლუკა სამხარაძე ხტუნობდნენ.